22 აპრილს მსოფლიოში დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღის განმავლობაში თბილისში არაერთი ღონისძიება გაიმართა. სახვითი ხელოვნების სტუდიის მოსწავლეებმა მუშტაიდის ბაღში დედამიწის დღისადმი მიძღვნილ თემებზე ნახატების შექმნის, მოგვიანებით კი გარემოს დაცვის სამინისტროში კედელიც მოხატეს. და დღევანდელი დღე რედისონში სრულდება, სადაც ამ წუთებში ქართული მწვანე ბიზნესის დაჯილდოება მიმდინარეობს. ღონისძიებას თამარ დარახველიძეც ესწრება და მას ახლა პირდაპირ ეთერში ვთავთ. თამარ, დიახ, პირველ რიგში გილოცავთ დედამიწის საერთაშორისო დღეს, რომელიც თბილისში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება. ამ წუთებში სასტუმრო რედისონში ქართული მწვანე ბიზნესის დაჯილდოების ცერემონიალი მიმდინარეობს, სადაც სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ბიზნეს კომპანიები გამოვლინდებიან. სულ 9 კომპანია არის, 9 ნომინაცია არის წარმოდგენილი და მასში 16-მდე კომპანია იღებს მონაწილეობას. დღევანდელი საღამო კი ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოს ორგანიზებით ტარდება. კონკურსის მიზანი გახდათ იმ ბიზნეს კომპანიების წახალისება, რომლებიც თავის წარმოების პროცესში იყენებენ მწვანე ტექნოლოგიებს, ან რომლებიც თავის საქმიანობით ეხმარებიან გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლებას. აქვს სხვადასხვა სახის სოციალური და გარემოს დაცვითი ღონისძიებები, ატარებენ მსგავს ღონისძიებებს. შესაბამისად, გარკვეულმა კომპანიებმა შემოიტანეს განაცხადი და მოხდა მათი შერჩევა გარკვეული ნომინაციების მიხედვით. საერთოდ სიტყვა მწვანე ბიზნესი ძალიან მომწონს. ვისო ჯგუფში ისეთი ტიპის კომპანიები ერთიანდება, ვისოლის მარტი, ვენდი, ესენი ყველა დაკავშირებულია გარემოს. ჩვენ ნებისმიერ პროექტს, რომელსაც ვიწყებთ, აუცილებლად საზოგადოების ინფორმირებულობა ხდება. რაც შეეხება უკვე პროექტის განხორციელების შემდგომ ექსპლუატაცია რო ხდება ამ თემ ობიექტის, ჩვენ ყოველთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, თუ რაუნდერნე სწორად ხდება ნარჩენების შემცირება. ბანკისათვის ტიპის ჯგუფისათვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ბუნების დაცვის ღონისძიებები და სოციალური პასუხისმგებლობა. და ჩვენც როგორც ესეთი მოწინავე კომპანია მიმართულებით ვიღებთ ღონისძიებაში მონაწილეობას და გვინდა რომ კიდევ უფრო გამრავლდეს ესეთი ღონისძიებები, დარწმუნებულად მომავალში კიდევ უფრო აქტიურად ბევრი კომპანია ჩაერთება. ჩვენ ღონისძიების დაწყებამდე საშუალება გქონდა გვენახა პერფორმანსი, რომელიც სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით მოძრაობის თეატრმა დადგა. მოძრაობის თეატრი სულ რამოდენიმე წუთში წარუდგენს აქ მოსულ სტუმრებს ამ პერფორმანსს. დღევანდელი საღამო კი გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. მე მაყურებელს ვეტყვი, რომ დედამიწის დღე მსოფლიოს 195 ქვეყანაში უკვე 44 წელია, რაც აღინიშნება. თამარ დარახველიძე საუბრობდა ქრონიკის პირდაპირ.